ხუთი ფონდის დაყადაღების შემდეგ ოპოზიციისა და ფონდების ხელმძღვანელთა განსაკუთრებული უკმაყოფილება პროკურატურის განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ფონდების ანგარიშებიდან ჯამში გახარჯული 2 მილიონ ლარზე მეტი ძალადობრივი აქციების ორგანიზებისთვის გამოიყენებოდა. ფონდების ხელმძღვანელთა ნაწილი საგამოძიებო უწყებას ცილის წამებაში ადანაშაულებს, მეორე ნაწილი კი ფონდის დაყადაღების მიზეზების გასარკვევად სასამართლო განჩინებას მოითხოვს. მიღებულ გადაწყვეტილებას მიმდინარე პროტესტის ჩახშობის მცდელობა დაცხადებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი დაჯარიმებული მოქალაქეებისა და დაყადაღებული ფონდების დასახმარებლად თანხის შეგროვებას გეგმავს. პროკურატურის ბრალდებებს სრულად იზიარებენ მმართველ გუნდში, სადაც ფონდების მხრიდან აქციების ორგანიზებასა და ამ გზით ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებზე წარსულშიც არაერთხელ უსაუბრიათ. რაში დაიხარჯა ბოლო 4 თვეში 5 ორგანიზაციის: ნანუკას ფონდის, ნიკა გილაურის პროსპერითი ჯორჯიას, ფონდი ერთმანეთისთვის, სირცხვილიასა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ 2 მილიონ ლარზე მეტი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დიდი ნაწილი ძალადობრივი აქციების ორგანიზებისთვის და ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღებაც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. უფრო კონკრეტულად საგამოძიებო უწყების ვერსიით, ფონდების მიერ გაცემული თანხების დანიშნულებაში მითითებული იყო ტერმინები: აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის, აქციებისთვის ინვენტარის შეძენა, პიროტექნიკის შესაძენად, აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის, რასაც ბრალდების ადრესატთა ნაწილი საჯაროდ კატეგორიულად უარყოფს. მათ შორის ფონდის ერთმანეთისთვის ხელმძღვანელი გუგა ხელაია, რომელმაც პროკურატურის მიერ მოყვანილ მაგალითებს ორგანიზაციის მიერ ფინანსების გამოყენების დანიშნულებასთან დაკავშირებით ცილის წამება უწოდა. პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილის წამება. ჩვენ ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს. ერთმანეთისთვის, მაგიტომ დაერქვა ფონდს, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდებსა და ოჯახებს დაუდგომოდით გვერდით. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციაზე იმავე წამს გვაქვს გადახდილი ყველა სახელმწიფო გადასახადი. პლუს დეკლარაცია შევსებული მაქსიმალური სიზუსტით და ყველაფერთან ერთად. არც ერთ ჩვენს თანამშრომელს ჩემი ჩათვლით ერთი თეთრიც კი არ მიუღია 3 თვის განმავლობაში. პროკურატურისგან სასამართლოს განჩინებას ითხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი. ამ მოთხოვნით მან დღეს პროკურატურაში წერილი დატოვა. ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებისას დანიშნულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნანუკას ფონდში უარყოფენ. თუმცა აირწინაღების შეძენის საკითხზე ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნული ინვენტარის შეძენა ხორციელდებოდა ღიად და საჯაროდ, მაშინ როდესაც აირწინაღების გამოყენება კანონით აკრძალული არ იყო. ამიტომ პროკურატურის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ჩხარეკაზე აპირებენ შემოსვლას. საბოლოოდ წამოყენებენ ბრალს და არ ვიცი დაველოდები. რამდენი აირწინაღი მაქვს შეძენილი. სტატუსაც ვიდეოს Facebook-ზე საჯაროდ ეს ინფორმაცია. მაშინ როდესაც კანონით ეს აკრძალული არის, ყოველთვის არის ხაზგასაცმელი, იმიტომ რომ მე თვითონ ფიზიკურად ვეღარ ჩვენ რო ჩაფხუტების და აირწინაღების შეძენა რომელი კანონით ამეკრძალა. ადრესატების ნაწილმა პროკურატურის ბრალდებები ამ დრომდე უპასუხოდ დატოვა. მათ მედიასთან დეტალებზე საუბარი არ სურთ. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ფონდების დაყადაღების საკითხს გამოეხმაურა ვატო შაქარიშვილი. მოძრაობის ლიდერის განმარტებით, აღნიშნული ბრალდებების შესახებ მტკიცებულებები ღია და საჯარო წყაროებში იძებნება. მასზენია ის ტყუილები, რასაც ავრცელებენ თითქოს ეს თანხები, რომელიც აკუმულირდებოდა ხმარდებოდა ვინმე გაჭირვებულს, ეს არის დიდი ტყუილი. ეს ფული პირდაპირ ხმარდებოდა ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, კანონგარეშე ქმედებებს. არადამაჯერებელი და აბსურდულია ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილისთვის პროკურატურის ბრალდებები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ფონდები არათუ კანონს არ ღვევდნენ, არამედ პირიქით უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების დახმარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ამიტომ 5 ფონდისთვის ანგარიშების დაყადაღება მათთვის პოლიტიკურ ინტერესს ატარებს. დღეს უკვე აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ ინდივიდუალურად შეიკრიბება თანხები. გარანტიას გაძლევთ, რომ სოლიდარულობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკას მიმართ, ასევე ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც 111 დღეა უკვე იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მათ უჭირთ, იმიტომ რომ ვერ აჩერებენ ხალხის გულწრფელ პროცესს. ნანუკას ფონდის დაკავება არის 21 საუკუნის ჩვეულებრივი ინკვიზიცია. პროტესტი, რომელიც ხელს და ნერვებს უშლის ქართული ოცნების ხელისუფლებას, ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდით ამოქოლოს. ამოქოლვის ერთ-ერთი გზა იყო სწორედ ესეც, რომ დააყადაღეს ფონდები, რომ ამ მიმართულებით ამდაგვარი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირე იყოს.
სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზეც დაღწნობითაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მართველი გუნდისთვის დამაჯერებელია. ქართულ ოცნებაში პროკურატურის გადაწყვეტილებამდეც დარწმუნებულები იყვნენ, რომ აქციებს რადიკალური ხასიათი ჰქონდა და მას კონკრეტული ჯგუფები აორგანიზებდნენ. ხელისუფლებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ სხვადასხვა ფონდების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები ფინანსდებოდა. დიახ, ისინი ემსახურებიან და აფინანსებენ, როგორც შეუძლიათ, აი ამ რადიკალურ პროცესებს. რასაც ეწოდა უკვე თავის სახელი უცხო ქვეყნებიდან, სხვა ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო გადატრიალებები და ასე შემდგომ. შესაბამისად, ეხლა რატო უკვირთ ის, რომ სახელმწიფო გადატრიალება ეს არის დანაშაული? ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს, მაგრამ შეიძლება კეთილი საქმის კეთების პარალელურად აკეთებდეს ისეთ საქმეს, როგორიც არის თქვათ წახალისება დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების წახალისება და ეს არ არის გამონაკლისი. ალბათური ნანუკა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც ესეთი მსგავსი ფონდები ქონდა, ამას ფუთავენ რაღაც ქველმოქმედების კუთხით, ეს არის ის ნიღაბი, რომელიც ნიღაბიც არა მხოლოდ ამ ფონდებს, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქონდა წლების მანძილზე, რომლებიც აქ ვნახეთ, რომ რეალურად იმ შავი ფულის გამტარი იყო პარტიების დასაფინანსებლად, რასაც უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ აეხადა ფარდა. ასე რომ მათი დამოკიდებულებები და მათი ფიქრები ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პროკურატურისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქმე არის აღძრული. 5 ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზეზად პროკურატურა იმ გამოძიებას ასახელებს, რომელიც საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს. საუბარია იანვარში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც მოძრაობა ნეიტრალური საქართველოს სარჩელი დაედო საფუძვლად. გამოძიება ამტკიცებს, რომ 5-ვე ფონდის მიერ მობილიზებული თანხები ძირითადად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ძალადობებში ჩართულ პირთა საჭიროებებზე იხარჯებოდა. პროკურატურის განცხადებით დაყადაღებული ფონდებიდან ფინანსდებოდა დანაშაულებრივი მოქმედებების ორგანიზება და საჭირო ინვენტარის შეწენა.